წუთის 5 წუთზე მეტი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი საქართველოს მოწვეული სტუმრების საქართველოს კულტურის და დეკლარაციის მინისტრი საკითხზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ თქვენი ეკონომიკური ბლოკი იყო ყველაზე ხანგრძლივი. ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი მონაწილე, რადგანაც ეკონომიკა მრავალწახნაგოვანია. ყველა მათგანისგან მოვისმინეთ ძალიან სერიოზული მოხსენებები. შეკითხვებიც ძალიან ბევრი იყო საელჩოების მხრიდან, რადგანაც ეს თემები ყველა საინტერესებს, განსაკუთრებით ეხლა, როცა ძალაში შევა ხმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. იყო მიმართულებები შემდეგი ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში ეკონომიკური აქტივობის განვითარება, დაინტერესება ახალი საინვესტიციო პროგრამებით, დაინტერესება საინვესტიციო გარემოთი და ხელსაყრელი პირობებით, ეკონომიკური კომისიების ჩატარება, ბიზნეს ფორუმების გაფართოება და გამართვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სადაც განიხილება ეკონომიკური საკითხები. ასე რომ ეს იყო ძალიან დაძაბული და მე ვიტყოდი, რომ ცოტა დამღლელი სესიაც, რადგანაც იყო ძალიან ბევრი სტატისტიკა, ძალიან ბევრი კონკრეტიკა და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტიც გავიგეთ ამ სესიის განმავლობაში. უამრავ საკითხში, რომელიც გულისხმობს ევროპული და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას და მსოფლიო ექსპერტიზის გაზიარებას, ეს აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხება პრაქტიკულად და მე ვფიქრობ, საელჩოებს შეუძლიათ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიონ ამ მხრივ საექსპერტო რეკომენდაციები თუ ექსპერტების მოწვევით და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობა და როლი იმაშიც არის, რომ საგარეო პოლიტიკის დღევანდელი ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მათთან ერთად მათი მოწოდებული, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვროთ ის აქტუალური დღეს ქვეყნები თუ რეგიონები, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, გააქტიურებას გავაკეთებთ მომავალში. ინვესტიციების მოზიდვა, ახალი პროექტების კეთება, ინვესტორების მოყვა, მათთვის როუდშოუების ორგანიზება, კონკრეტული პროექტების და კონკრეტული ფინანსური მოდელების აწყობა თითოეული პროექტისთვის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. ეს არის მასშტაბური პროექტები, როგორც საქართველოს კუთხით, ასევე შედარებით საშუალო ზომის პროექტები, რომელიც გვაქვს მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში. ეს ბლოკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამას გარკვეული ადგილი უჭირავს იმ შეთანხმებაში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას გულისხმობ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გავაღრმავოთ საერთაშორისო ურთიერთობა და ჩავერთოთ საერთაშორისო კვლევებში, სამეცნიერო კვლევებში და გავხდეთ აი ამ პროცესების განუყოფელი ნაწილი, ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა, რომ ელჩები იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე ტენდენციების, მიმდინარე პროგრამების შესახებ, რომ დროულად და საჭირო პარტნიორებთან მოხდეს ყველაფრის კომუნიკაცია, რომ ისინიც ასევე გამოიჩინონ მათ ინტერესი და ინტენსიურად ჩაერთონ. ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, არხები, რომლის ფარგლებში ჩვენ ურთიერთობთ საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებთან, ძალიან ბევრ უნივერსიტეტთან, მობილობის პროცესში, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორი ინფორმაცია, განსაკუთრებით როდესაც შეიქმნა განათლების გრძელვადიანი სტრატეგია, განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი სტრატეგია, უნდა იცოდნენ ძირითადი მიმართულებების და ტენდენციების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება ხელშემწყობი ჩვენთვის.